ერთ პატარა სოფელში ტყის პირას იდგა ძველი ორსართულიანი სახლი. სოფელში ყველა მას შავ სახლს ეძახდა. ფანჯრები მუდამ ჩაბნელებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ შიგნით არავინ ცხოვრობდა. ღამით კი ზოგჯერ მეორე სართულიდან ყვითელი სინათლე ჩნდებოდა და მერე უცებ ქრებოდა. ამბობდნენ, რომ 40 წლის წინ იქ ერთი ოჯახი ცხოვრობდა, დედა, მამა და პატარა გოგონა, ნინა. ერთ ქარიშხლიან ღამეს მეზობლებმა სახლიდან კვირილი გაიგეს. როცა პოლიცია მივიდა, კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ოჯახი გაქრა. მხოლოდ ნინას ოთახში იპოვეს კედელზე დაწერილი სიტყვები. ის ჯერ კიდევ სარდაფშია. ამის შემდეგ სახლი ცარიელი დარჩა. ერთ ზაფხულს 4 მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ეს უბრალოდ სოფლის ლეგენდა იყო. ღამით ფანებით შევიდნენ სახლში. იატაკი ჭრიალებდა, კედლებზე ობობა და სველი ლაქები იყო. ჰაერში უცნაური სუნი იდგა დამპალი და ტკბილი ერთდროულად. მეორე სართულზე ასვლისას ერთ-ერთმა ლაშამ უცებ თქვა: ვინმე ტირის. ყველა გაჩერდა. მართლა ისმოდა. ბავშვის ჩუმი ტირილი, ხმა ქვემოდან მოდიოდა. სარდაფიდან. მათ ნელა გააღეს ძველი ხის კარი და ქვემოთ ჩავიდნენ. კიბეები ჭრიალებდა. სიბნელეში ფანრების შუქი ძლივს აღწევდა. სარდაფის ბოლოში პატარა სკამზე იჯდა გოგონა თეთრი კაბით. თავი დახრილი ქონდა. ნინა, ჩურჩული თქვა ერთ-ერთმა. გოგონამ ძალიან ნელა ასწია თავი. სახე არ ქონდა, მხოლოდ შავი სიცარიელი. ფანრები ერთდროულად ჩაქრა. შემდეგ გაისმა მძიმე ნაბიჯები, არა ბავშვის, რაღაც ბევრად დიდის. მეგობრები ყვირილით გაიქცნენ. სამმა მოახერხა გარეთ გამოსვლა. ლაშა ვერ იპოვეს. მეორე დილით პოლიცია სახლში შევიდა. სარდაფი ცარიელი იყო. არც ლაშა, არც კვალი. მხოლოდ კედელზე ახალი წარწერა ჩანდა. თითქოს სველი თითებით დაეწერათ. ახლა ისიც ჩვენთანაა.